ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონმა ნარმანიამ პირველივე დღეს აჩვენა თავისი რეალური სახე და ნაცვლად იმისა, რომ ხალხის პრობლემებით დაკავებულიყო და მათი მოგვარებით, პირველი ინიციატივა, რაც მან დააყენა, არის ხიდის დემონტაჟი, რიყის თეატრის გადატანა, სკულპტურის ასევე გადატანა, ისე თქვით, გარეუბანში. ანუ ეს ის საკითხებია, რომელიც ჩემის ღმერთმენით არ აინტერესებს დღეს თბილისელებს. თბილისელები უამრავი პრობლემის წინაშე დგანან ჯერ კიდევ და მნიშვნელოვანია, რომ იმ პრობლემებს მიეხედოს და მე ვუსურვებდი მას, რომ დარჩეს იგი და ეცადოს მაინც, რომ იყოს ანგარიშვალდებული თბილისელებთან და არ იყოს ანგარიშვალდებული მხოლოდ ერთ ადამიანთან, რომელზეც ყოველთვის ჰქონდა ეჭვი, რომ ისე ასეთად დარჩებოდა და ძალიან სამწუხაროა, რომ იგი უკვე პირველივე დღიდანვე ასრულებს ბატონი ბიძინა ივანიშვილის დავალებებს, შედის რევიზიაში. მას თუ გონია, რომ თბილისის მერობა არის წინა წლების რევიზია, მხოლოდ როგორ გაიცა თუ იმ შენობაზე ნებართვა, როგორ დაიხარჯა ბიუჯეტი, კი ბატონო, ყველაფერი უნდა იყოს გადახედით, თუ რაიმე ეჭვი იწვევს, მაგრამ თუ კი მაინდა-მაინც ამას დააპირებს, მე მას ვურჩევდი, რომ დაინტერესდეს თუ როგორ აშენდა სლოვაკიის ხეივანზე შუაგულ სარეკრეაციო ლანდშაფტურ ზონაში ის ბიზნეს ცენტრი, სადაც ერთი მდიდარი ადამიანი ცხოვრობს მხოლოდ და ჩემის ღმერთმენით ნამდვილად არ უნდა აშენებულიყო და ნებართვა არ უნდა გაცემულიყო. საინტერესოა აი ამ საკითხს თუ შეისწავლის. ამიტომ უჯობესია, რომ დამთავრდეს მართლაც ხალხის ნერვებზე თამაში, ხალხს ეს არ აინტერესებს, ხალხს აინტერესებს რეალური პრობლემების მოგვარება და რომელიმე ერთ სოციალურ დაუცველს მაინც რაიმე პრობლემა გადაუწყვიტეს დღეს უკვე ჯერ ერთი სკამი მაინც დაიდგა დღეს თბილისში რომელიმე სკვერში. ნაცვლად ამისა ჯერ არ მოსუხარ ადამიანი და იწყებ უკვე გრევაზე საუბარს და დემონტაჟზე. ჩემის აზრით ეს პირველ რიგში დააზიანებს მას და აქედან გამომდინარე თბილისელებიც ამით აქედან გამომდინარე ვერაფერს ვერ ვიხეირებთ. ეცადოს მაინც რომ ანგარიშვალდებული იყოს ჩვენთან თბილისელებთან და არ იყოს ანგარიშვალდებული ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, იმიტომ რომ თბილისელებმა აირჩიეს იგი და თბილისელებთან უნდა იყოს ანგარიშვალდებული და მათზე უნდა იყოს სწორება.